მოგესალმებით მეგობრებო, ყველაფერი ეს რაც მე ახლა თქვენთან აქ გავშალე თემა, რაც მე ვისაუბრე ცხოვრების შესახებ, რომ ჩვენ ორი სხეულისაგან შევდგებით, რომ სიკვდილი არ არსებობს და ცხოვრება გრძელდება, რომ მიწის სხეული დედამიწაზე რჩება და ჩვენ კი ატმოსფეროს სხეულით, უფლის სხეულით მივგზავრებით უფლის სამყაროში, რომ ბუნებას მართავს უფალი, რომ დედამიწას სამყაროში მართავს უფალი და რომ სამყარო თვით უფალია. აი ეს ყველაფერი რომ მე რო გიამბეთ, ეხლა შეიძლება დაისვათ ლოგიკური შეკითხვა. თუ ეს ყველაფერი მართლა ასეა, მაშინ უფალი რატო არ გვეცნობაო? რატო არ გვაცნობს, რატო არ გვეხმაურება? თუ ვინმე ასეთი შეკითხვა დაუშვით საკუთარ თავს, მე შემიძლია გითხრათ, რომ სწორი შეკითხვა დაგისვიათ საკუთარ თავზე. ხოლოდ მე ამ შეკითხვაზე ასე გაგცემთ პასუხს. დღე არ გავა 24 საათი არ გავა, რომ უფალი თქვენთან კონტაქტში არ იყოს. მაგრამ სამწუხაროდ თქვენ ყურადღებას არ აქცევთ. რადგან აი გეტყვით ახლა, ჯერ დაკავებული ხართ რელიგიითა და სექტით. რელიგიასა და სექტას ძალიან დიდი დრო მიაქვთ თქვენი ცხოვრებიდან. შემდგომ დაკავებული ხართ ფინანსების მოძიებით, სამუშაოები ადგილებით, ფულის შოვნით, ფუფუნების შექმნით, დასასვენებლად, დროს სატარებლად, ასე და ასე. და აი ამ ყველაფრისთვის თქვენ დროსაც ვერ ნახულობთ. ან დროსაც ვერ ნახულობთ და აი ამ ყველაფრით რო ხართ დაკავებული, თქვენ ცხოვრება თვლი აი ამ ყველაფერს, რითაც ხართ ახლა დაკავებული. აი წიგნზე აწყობილი ცხოვრებით ხართ დაკავებული. სხვას თქვენ არაფერს არ მიიჩნევთ რეალურად. და ამიტომ არ იცით უფლის შესახებ არაფერი. ის რაც მოგიყევით მე უფალთან დაკავშირებით, რომ ბუნებას როგორ პატრონობს და რო ჩვენი სხეული ჩვენ პირადად ჩვენ არა მიწის სხეული, არამედ ჩვენი სხეული უფლის სხეულისაგან შედგება, აი ამაზეც რომ გემჯელათ, არა თქვენ ეხლა გეცოდინებოდათ, რომ თუ ვინ არის ცხოვრებაში უფალი და თუ როგორ გეხმაურება ის თქვენ. აი ეს გეცოდინებოდათ. მაგრამ გინდა გცოდნოდათ, შეიძლება არის ადამიანები დედამიწაზე, რომლებმაც ამის შესახებ იცის, რომ ვიღაცა რაღაცას ატყობინებს, მაგრამ არ იცის რეალურად ვინ არის ის, იმათვისაც და ვინც საერთოდ არაფერი არ იცის, იმათვისაც აუცილებელი იყო აი ამ ვიდეოს ჩაწერა ახლა, რასაც მე თქვენ ახლა გაგაცნობთ. ხართ უფალთან შესახვედრად მზად? არა იმასთან, რომ მესაც თქვენ სარწმუნოებით აღითქვათ. არა, რეალურად. აი როგორც დედასა და მამას გაეცანით, როცა დაიბადეთ, ნელ-ნელა ხო გაეცანით, აი ასე გაეცნობით ეხლა უფალს. შეიძლება თქვათ ახლა ეს ბიჭი საერთოდ გაგიჟდაო ესეთი რამ როგორ შეიძლება? ყველაფერი არ მეგობრებო ცხოვრებაში. საბედნიერო ცხოვრება ისეთი კარგი მოწყობილია, რომ ყველანი ბედნიერები იქნებით. ხოლო ეს ბედნიერება თქვენ თვითონ უნდა შეუგრათ თქვენ თავს. ასე რომ მოემზადეთ ახლა უფალთან შესახვედრად. აქ საშიში არაფერი არა მეგობრებო. უფალი ყველა ჩვენთაგას პატრონობს და ჭირში თუ ხიში ყველანი ყოველთვის ჩვენ გვერდშია და საშიში არაფერი არა. ეხლა მე ამას რატომ ამბობ საშიში არაფერი არა? მე ვიცნობ რამოდენიმე ქრისტიანს და რამოდენიმე მუსულმანს, რომლებსაც ბიბლია და ყურანის ხელში დაჭერაც კი ეშინიათ. იმდენად წმინდა წიგნებად მიიჩნევენ ამ წიგნებს, რომ ეშინიათ ხელში მისი დაჭერა. და ახლა წიგნის დაჭერა ეშინიათ ხელში და უფალი რომ მას შეეხება,
შიშისგან ძალიან ცუდი რამ დაემართოს და ამიტომ სანამ შიშიდან არ გამოხვალ უფალი თქვენ არ გაგეცნობათ ამიტომ გამოდის შიშიდან არაფერი არა საშიში საერთოდ მორწმუნეებს უმეტესობას შეიძლება გახასიათებდეს ახლა შიში როგორ რეალურად როგორ შეხვდება უფალს მე ყველას გეუბნებით ქრისტიანებსაც, მუსულმანებსაც, ბუდისტებსაც, იუდეველებსაც, ინდუსებსაც, სექტის მიმდევრებს, იაღვეველებს, პროტესტანტებს და ასე და ასე. არ აქვს მნიშვნელობა, რომელი რელიგიის და რომელი სექტის წარმომადგენელი ხარ და მიმდევარი. ყველას გაგეცნობათ. ის ყველა ჩვენთაგანის უფალია და პატრონი. ასე რომ თქვენ ნუ დაელოდებით მე მრევლი ვყავხარ ფედერალობაში რომ თქვენი რელიგიის მართველები გეტყვიან თუ როგორი მოწყობილია ცხოვრება რომ ეს ყველაფერი არის სწორი რასაც ახლა მე თქვენ გეუბნებით თქვენი გადასაწყვეტია დამოუკიდებლად უნდა გადაწყვეტოთ ყველა ნუ უსმენ თქვენ ნურავის კვალით ნურავის ნუ მიყვებით უკან თქვენ საკუთარი თავით იარეთ წინააღმდეგ შემთხვევაში მეგობრებო ეგ თქვენი ცხოვრებაზე უარყოფითად იმოქმედებს. აქ არავინ არ დაიკარგებით, მოეჟინიათ. ასე რომ დამოუკიდებლად იაზროვნეთ. თქვენ შეგიძლიათ უფალს სადაც იმყოფებით, იქედან მიმართოთ თუ რამე გიჭირს და ახლა ნუ დაიწყებთ მეგობრებო სახალხოთ უფალთან რაღაცების თხოვნას. ფული რო გჭირდება იმასთან სახალხო თხოვნას ასევე და დამალულში თხოვეთ უფალს დახმარება თუ გჭირდებათ და ნურავის ნუ ეტყვით რომ ამ ყველაფერში დაგეხმარათ არ შეიძლება ამის გაკეთება ეხლა მეგობრებო მე არ ვიცი ახლა ყოველ შემთხვევაში მაგრამ თუ რომელიმეს შიში კიდევ გაწუხებს ჯობია რომ არ მოусვინო ამ ჩემ ვიდეოს სანამ არ გამოხვალ მაგ შიშიდან მოკლედ მეგობრებო თქვენ უფალი არ გაგეცნობათ აი როგორც ადამიანები ვეცნობით ერთმანეთს შევხვდებით ხელშემოვართმევ და აბა ესა და ესა და ესა ამდაგვარად არა აი წარმოვიდგინეთ ასეთი სიტუაცია გზად მიდიხარ და ვიღაცამ უკნიდან დაგადო ხელი აი ხელის დადებას ხო იგრძნობ როგორ უნდა იყო ასე გათიშული ადამიანმა ხელის დადება ვერ იგრძნო აი უბრალოდ მეგობრებო გააკეთეთ ასე ხელი და თითი დაარტყით ხელის გულზე კი არ მიაჭიროთ დაარტყით ხელის გულზე ათამაშეთ აი ასეთი შეხებას იგრძნოთ სხვადასხვა ადგილებში ეს იქნება უფალი სხვა ამას თქვენ არავინ არ გაიგეთებს ამას აკეთებს უფალი იმიტომ რომ გეუბნება შენ შვილო შემოbrunდი მე აგერ ვარ შენ გვერდში და დამინახე მიგრძენი შენ გვერდში ვარ ამას გეუბნება უფალი აი ამ ქმედებით ასევე მეგობარო აი ამ ქმედებით ამ ყველაფერს მეგობრებო გეტყვით დედამიწაზე ისვამენ როგორც ძარღვის თამაში ეს არ არის მეგობრებო ძარღვის თამაში ეს არის უფლის შეხება ჩვენს სხეულზე უფალი გვეხება და გვაგრძნობინებს მის არსებობას მის ყოფნას ცხოვრებაში და ჩვენ უნდა შევბრუნდეთ მისკენ ჩვენ როგორც დედის სხეულიდან დედამიწას ვერ ხედავდით ის ეხლა ჩვენი სხეულიდან ვერ ხედავ უფალს მაგრამ ჩვენ აქედან ვიგრძნობთ უფალს როცა დავიბადებით უფლის სამყაროში იქ უფალსაც დავინახავთ ფიზიკურად ამიტომ დიდი ყურადღება გმართებს ეხლა რომ უფალთან თქვენ იყოთ კონტაქტში ასევე მეგობრებო აი ეს შეხება
ეს მხოლოდ იმაზე არ მიგვითითებს, რომ უფალმა გაგრძნობინოს, რომ ის არის ცხოვრებაში და შენ რომ მისკენ შებრუნდე და გაერკვე, რომ უფალი შენ გვერდშია. ამით შენ გატყობინებს, რომ შენ ცხოვრებაში რაღაცა მოვლენები არის მოსალოდნელი. აი ახლა ამაში რომ თქვენ დარწმუნდებთ, მე მაქვს უფლება მხოლოდ ერთადერთი წერტილი თქვენ სხეულზე განმარტოთ თუ რას ნიშნავს იმ წერტილში აი ასეთი გრძნობა, როცა იქ შეგეხება უფალი, თუ რას ნიშნავს. ამას იმიტომ გავაკეთებ მეგობრებო, რომ თქვენ წარმოდგენა გქონდეს და გაცნობიერებული იყოს, რომ აი ეს ყველაფერი ნიშნავს აი ამას. და ნენელა თქვენც უნდა ისწავლოთ ყველაფერი. სკოლაში ანბანი როგორ გვასწავლეს, როგორ გვიხსნიდნენ? აი ზუსტად ანბანივით არის ახლა ეს. ჩვენ ცხოვრებაში უამრავ საქმეს საქმიანობთ და ამ უამრავი საქმის საქმიანობას ჩვენ უფალი მიგვითითებს სხვადასხვა სხეულის სხვადასხვა წერტილში შეხებით. ეხლა კი ერთს განმარტო მხოლოდ, დანარჩენის განმარტების უფლება მე არ მაქვს. იმიტომ რომ თქვენ ხართ ამ სკოლაში, თქვენ უნდა ისწავლოთ, თქვენ უნდა გაერკვიოთ ყველაფერში. მე ჩემი მაქვს საკეთებელი მეგობრებო. ესე იგი, თუ საჯდომ დუნდულზე ძარღვი აგითამაშდა, გინდ მარჯვენა იყოს, გინდ მარცხენა, კი მართალია რაღაც სხვადასხვა რაღაცებს მიუთითებს, მაგრამ მთლიანობაში შენს პირად ცხოვრებაში უარყოფითობისკენ მიუთითებს. ახლა რა არის უარყოფითობისკენ მითითება, ესე იგი რა შეიძლება საჯდომზე ძარღვის ათამაშებას მოყვეს შენს პირად ცხოვრებაში იმ დღეს, იმ საათში ან რამოდენიმე საათის შემდეგ. დაუშვათ გაგ რაღაც დიდი საქმე დაგეგმილი. და გათენდა დილა და ძარღვი აგითამაშდა საჯდომზე. ის საქმე არ გაკეთდება მეგობარო. შენთვის სასიკეთოდ ის საქმე არ გაკეთდება. დაუშვათ ბიზნესმენი ხარ, კომერსანტი ხარ, ფერმერი ხარ, მეწარმე ხარ და რაღაც საქმე გინდა მოაგვარო და ძარღვი აგითამაშდა საჯდომზე. შენთვის სასიკეთოდ ის საქმე არ გადაწყდება. დაუშვათ სადღაც სტუმრად აპირებთ წასვლას და ძარღვი აგითამაშოთ საჯდომზე. არ წახვიდეთ. ცუდი ამბები შეხვდებათ იქ. ასევე მეგობარო, დაუშვათ სამოგზაუროდ აპირებთ წასვლას და ძარღვი აგითამაშოთ საჯდომზე. არ წახვიდეთ. ცუდად დამთავრდება ის მოგზაურობა თქვენ ცხოვრებაში. ასევე შეიძლება მანქანით გინდათ სადმე წასვლა და მანქანაში ჩაჯდომამდე აგითამაშოთ საჯდომზე ძარღვი. არ ჩაჯდეთ, შეიძლება ფატალურად დამთავრდეს თქვენი ეს გამგზავრება. აი ამ ყველაფერი უარყოფის ნიშნავს მეგობრებო, საჯდომზე ძარღვის ათამაშება. ასევე დადებით რაღაცებს და პლუს რაღაც უარყოფითებს კიდევ ნიშნავს სხვადასხვა ადგილებზე ძარღვის ათამაშება. აი მაგალითად თუ ახლობელი უნდა გარდაგეცვალოს, ან ახლობელში ვიღაც უნდა შეეძინოს, ყველაფერს მიგითითებს უარი. ყველაფერს მიგითებ. კი მართალია, იმაში მაინც გაერკვევი, გაეცნობი, გაიგებ, მაგრამ შენ ცხოვრებას გასწავლის ამით და საკუთარ თავსაც გაცნობს. პედაგოგი ჩვენ როგორ გავიცანეთ? ის გვასწავლიდა და მივხვდით, რომ ის იყო პედაგოგი ჩვენი. ანიბანი რო გვასწავლა, წერა-კითხვა რო გვასწავლა, მივხვდით, რომ ის ჩვენი მასწავლებელი იყო, პედაგოგი იყო. აი ასე უნდა მივხვდეთ, მეგობრებო. სკოლაში პლუს ახლა მე ამას იმიტომ გეუბნებით, მე ნულაფერს მუშემეკითხებით მეთქი. ამას იმიტომ გეუბნებით მეგობრებო, რომ სკოლაში ვინ თქვენს მაგერ სხვას ესწავლა. თქვენ გამოხვიდოდით ექიმი, ინჟინერი, მინისტრი, თუ მაღალი განათლებული ადამიანი გამოხვიდოდით? არ გამოხვიდოდით. ამიტომ თქვენ ხომ უნდა გესწავლათ. ასევე იგივეა მეგობრებო, აი აქაც თქვენ თვითონ უნდა ისწავლოთ. და ნუ უყურებთ
აი რომელი რელიგიურ გაერთიანებაში ხართ აი იქ რელიგიის მართველები თქვენ რას გეტყვის ეს თქვენი გადაწყვეტეთ ყველა ისიც ადამიანია იმანაც უნდა გადაწყვეტოს თავისით ეს ყველაფერი რასაც ახლა მე თქვენ გეუბნებით ეს იმასაც სჭირდება ამის ცოდნა და თქვენც სჭირდებათ ამის ცოდნა ასე რომ უფალთან გტოვებთ ახლა და შეუდეკეთ საქმეს პლუს მეგობრებო თქვენ მე და მე მიხვდებით მაგრამ ეს აუცილებელია ახლა რო გითხრათ არ შეიძლება ყველა აი ადამიანს რაღაცას უსურებ სულ იქ ახსენო უფალი ღმერთმა დაგლოცოს ღმერთმა აგაშენოს ღმერთმა ასე და ასე სულ თქვენ თუ ლოცავთ თქვენ დალოცეთ ღმერთს ნუჩარებთ თქვენს ლოცვაში ღმერთმა თვითონ იცის აი თქვენ ხო თვლით ღმერთს უფალ სამყაროს მმართველად ხო და სამყაროს მმართველმა უფალმა თვითონ იცის ვის რა გაუკეთოს მაგას ახლავე მაგას გაიგებთ ეხლა მაგრამ მე წინასწარ იმიტომ გეუბნებით რომ სანამ გაერკვევოდეთ ჯობია ნუ ნენელა ეს ყველაფერი ამაში ეს აი ამიდან გამოხვიდეთ არ შეიძლება აი წარმოიდგინეთ ახლა ვიღაც ადამიანი შესახელს ახსენებდეს გამოწყვეტლი და ჭიშკართან მოდიოდეს და ლოცულობდეს შენი სახელით ლოცულობდეს ადჯერ გთხოვდეს დღეში ერთი და იგივე საქმეზე დახმარებას შეიძლება ესეთი რამ უფალთან მიმართებაში არ შეიძლება მეგობრებო შენ თუ მე რამეს მისურვებ შენ მე მისურვე უფალი რას მისურვებს ეს უფლის გადასაწყვეტია ასე უნდა მიუდგეთ საქმეს თქვენ ყველაფერში გაერკვევით მაგრამ დავიწყოთ უნდა და მე ახლა ამით მე ვამთავრებ ქართულ ენაზე ამ თემაზე საუბარს ამაზე მეტი რა უნდა გელაპარაკოთ ამაზე მეტი რა უნდა გითხრათ თუ ეხლა თქვენ უფალს არ მოусვენთ ეგ უკვე თქვენი პრობლემაა მე რაც სათქმელი იყო რაც მთხოვა უფალმა მე თქვენ გადმოგეცით და ეხლა თქვენ უნდა გააკეთოთ ყველაფერი ის რაც თქვენ გჭირდებათ პირად ცხოვრებაში ყველაფერში გაერკვევით ეხლა აქ თუ როგორი მოწყობილია ცხოვრება და უფალსაც გაეცნობით როგორც დედასა და მამას იცნობდით აი ისე გაიცნობთ უფალს თუ მოისურვებთ მაგრამ ვინც ამ ვიდეოს უყურებთ მე დარწმუნებული ვარ რომ თქვენ ყველანი უფლის მხარეზე უკვე შებრუნებული ხართ რადგან ეს ისეთი რამ არის თქვენ ამ ყველაფერს არ გაიქცევით აბა კარგად გრძელდებოდეთ კი მინდოდა რომ თქვენ გაგეზიარებინათ და თარგმანის დაგედოთ ჩემ ვიდეოებზე მაგრამ რახან თქვენ ამას არ აკეთებთ მე ახლა იზოლებული ვარ სხვა ენებზე ჩავწერო ვიდეო იგივე თემა რა თემას თქვენთან ვისაუბრე სხვა ენების მცოდნე საზოგადოებასაც გავაცნო იგივე რაც გავაცანით თქვენ ქართული ენის მცოდნე საზოგადოებაში ამ გვერდს მე დავტოვებ ქართული ენის საზოგადოებისათვის რამდენიც გინდათ იმდენი უყურეთ აქ ხოლო მე შევქმნი ან სხვა სოციალურ ქსელში დავიწყე მუშაობას ან იგივე Facebook-ზე ხოლო სხვა გვერდს შევქმნი და სხვა გვერდზე სულ სხვა ხალხი მეყოლება იქ მეგობრებში და თქვენ ახლა იმის წენა არ დაიწყოთ რომ ისინი ყავს და ჩვენ არავ არა თქვენ საკმარისად აგერა თქვენ მე მოგაწოდეთ ინფორმაცია და ახლა უფალთან ერთად გააგრძელეთ ცხოვრება კარგად ბრძანდებოდეთ და წარმატებები კარებზე გაქვს მომდგარი მეგობრებო მეტი რაღა გინდათ თუ აწი თქვენ საკუთარი თავისთვის სიკეთის გაკეთებას აღარ იზურებთ მე ვერაფერში ვეღარ დაგეხმარებით და არც უფალი დაგეხმარებათ უფალი ყველანაირ ცდილობს ეხლაც და კიდევ ეცდება რომ დაგეხმაროს და თქვენ გაეგანეთ ცოტა კი არა კარგი მაგრად იაზრონეთ აბა კარგად იყავით